ანდრეი ნეკრასოვის რუსულის გაკვეთილების სანდენსის საერთაშორისო დამოუკიდებელ კინოფესტივალზე აჩვენეს. აგვისტოს ომის ამსახველი ფილმი რამდენიმე ნომინაციაშია წარდგენილი. მათ შორისაა საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, მაყურებელთა და კინემატოგრაფთა პრიზები. გამარჯვებულების ვინაობა 31 იანვარს გაირკვევა, თუმცა რუსი რეჟისორის ნამუშევარმა მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ფილმი, რომელიც ანდრეი ნეკრასოვმა და მისმა მეუღლემ ოლგა კონსკაიამ გადაიღეს, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. რა რეაქცია მოყვა ფილმის ჩვენებას, ამერიკიდან ტელეფონით ფილმის პროდიუსერი გიორგი არალაძე საუბრობს. ფილმი მოხდა ესეთი ნომინაცია არის World Cinema Documentary. 12 ფილმი აიღეს წელს 782 ფილმიდან. ეხლა უკვე დაიწყო ჩვენებები ამ 12 ფილმის. დღეს გქონდა ჩვენ World Premiere, მსოფლიო პრემიერა ჩვენი ფილმის. azért ძალიან ბევრი დამსწრეები იყვნენ. ასევე მე ამ ფილმის ჩვენების შემდეგ არის Q&A პარტი, ანუ კითხვა პასუხი, რომელზეც რეჟისორს უწევს პასუხების გაცემა. რამაც ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან დიდი ინტერესი იყო, ძალიან ბევრმა ადამიანმა ამერიკელებმა თქვეს, რომ ჩვენთვის საერთოდ ცნობი იყო და ეხლა გავიგეთ, რომ დაინტერესდნენ. შემდეგ ინტერვიუებიც მისცეს.